წარმოიდგინეთ ხილი, რომელიც ყოველდღე ჩვენს ხელშია. ეს ბანანია. ჩვეულებრივი, ყვითელი, ბევრისთვის ყველაზე იაფი და ხელმისაწვდომი პროდუქტი. შეიძლება მხოლოდ საუზმეზე ჭამთ, ან წვენში ამატებთ. იგი თითქოს არაფრით გამორჩეულია. მაგრამ რა მოხდება თუ გეტყვით, რომ სწორედ ეს ხილი, ბანანი, იქცა იმპერიალიზმის სიმბოლოდ და მთელი რეგიონის პოლიტიკის განსაზღვრის მიზეზად. ზოგიერთ შემთხვევაში კი ომის დაწყების საფუძვლადაც. არა, ეს ხუმრობა ნამდვილად არ არის. არ ზღაპარი, სადაც ბანანები ერთმანეთს ესვრიან. ეს არის რეალური ამბავი, ისტორია, რომელიც მე-20 საუკუნის დასაწყისში განვითარდა ცენტრალურ ამერიკაში. იმ პატარა ქვეყნებში, რომლებიც გეოგრაფიულ რუკაზე ხშირად არც კი ჩანს, მაგრამ აქ ისეთი მოვლენები ხდებოდა, რომლებიც დიდ პოლიტიკას და სოფლიო ეკონომიკას განსაზღვრავდა. ამ ისტორიის მთავარი გმირები არც პრეზიდენტები არიან და არც გენერლები. მთავარი გმირი არის კორპორაცია United Fruit Company, რომელსაც შემოკლებით UFC დავარქვათ. და რა თქმა უნდა, თავად ბანანიც. ეს მოვლენები დღეს ცნობილია როგორც ბანანის ომები. და მიუხედავად იმისა, რომ ეს სახელწოდება შეიძლება სასაცილოდ მოგეჩვენოთ, საქმე ძალიან სერიოზულ თემას მოკავშირდება. როგორ იყენებდა ამერიკის შეერთებული შტატები ეკონომიკურ და სამხედრო ძალას, რათა დაიცვა საკუთარი ბიზნესის ინტერესები და შეინარჩუნებინა, რა თქმა უნდა, გავლენა ცენტრალურ ამერიკაში. ამ ვიდეოში, ჩანაწერში ვისაუბრებთ, რა მდგომარეობა იყო ცენტრალურ ამერიკაში მე-19 და მე-20 საუკუნეების მიჯნაზე. და, რა თქმა უნდა, როგორ გაჩნდა ტერმინი ბანანის რესპუბლიკა. ცენტრალური ამერიკა მე-19 და მე-20 საუკუნეების მიჯნაზე ერთ-ერთ წინააღმდეგობათა ნაზავს გავდა. ერთი შეხედვით ეს პატარა ქვეყნები უნდა ყოფილიყო 64 დედამიწაზე. ნაყოფიერი მიწები, ტროპიკული კლიმატი, უხვი ბუნებრივი რესურსები. მაგრამ რეალობაში მდგომარეობა სულ სხვაგვარი იყო. მოსახლეობის უმეტესობა ცხოვრობდა სიღარიბეში. მიწა კი რამდენიმე მდიდარ მეპატრონის, ან უცხოურ კომპანიას ეკუთვნოდა. აქ სახელმწიფო ინსტიტუტები სუსტად მუშაობდა. პოლიტიკა ხშირად უფრო პიროვნულ დაპირისპირებებს გავდა, ვიდრე სახელმწიფო მართვას. ხელისუფლებები ერთმანეთს სწრაფად ენაცვლებოდნენ, ხან გადატრიალებით, ხანაც უცხო ქვეყნის დახმარებით. სწორედ ამიტომ ეს ქვეყნები ადვილად ხდებოდა გარე გავლენის მსხვერპლი. ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რომელმაც განსაზღვრა მათი სტრუქტურა, იყო ბანანის ექსპორტი. წარმოიდგინეთ ქვეყნები, რომლებსაც მთლიანი ეკონომიკა მხოლოდ ერთ პროდუქტზე აქვს მიბმული. ხორბალი, ან ოქრო, ან ღვინო. ცენტრალური ამერიკის შემთხვევაში ეს იყო ბანანი. სწორედ ამიტომ ნებისმიერ ყევას, ცუდ მოსავალს, ფასების ვარდნას ან თუნდაც უცხოელი მყიდველის მოთხოვნილებების ცვლილებას შეეძლო მთლიანად დაენგრია ეკონომიკა და შეერყია სახელმწიფოს პოლიტიკური სტაბილურობა. ასეთ ვითარებაში, როდესაც ქვეყნები სუსტი და დამოკიდებული იყვნენ, უცხოელებისთვის შესანიშნავი ნიადაგი იქნებოდა. განსაკუთრებით კი იმ ქვეყნისთვის, რომელიც იმ დროს ძალიან სწრაფად იზრდებოდა, როგორც ეკონომიკურად, ისე სამხედრო თვალსაზრისით. და ეს ქვეყანა იყო ამერიკის შეერთებული შტატები. ცენტრალური ამერიკა მათთვის ერთგვარი ლაბორატორია იყო. ქვეყნები პატარა, სუსტი, დამოკიდებული ექსპორტზე, თანაც ისეთ პროდუქტზე, რომელიც ამერიკელ მომხმარებელს უზომოდ უყვარდა. შედეგი მარტივი იყო. რეგიონის პოლიტიკური სტაბილურობა პირდაპირ ამერიკელთა საუზმეს უკავშირდებოდა. აქედან იწყება ჩვენი მთავარი ამბავი. როგორ იწყება პატარა ქვეყნების ისტორია, ბანანზე დამოკიდებული ისტორიად და როგორ გამოვიდა, რომ ერთი ხილი, ისეთი უბრალო, რომ ბავშვებიც კი ყოველდღე ჭამენ და ყიდულობენ, გადაიქცა მთელი რეგიონის პოლიტიკის განსაზღვრულ ფაქტორად. მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისში ერთმა კომპანიამ განსაკუთრებული ადგილი დაიკავა ცენტრალურ ამერიკაში. ეს იყო United Fruit Company, რომელიც 1899 წელს ჩამოყალიბდა. იგი წარმოიქმნა ბანანის იმპორტიორი ფირმების, Boston Fruit Company-ს და რამდენიმე პატარა ოპერატორების შერწყმით, რომლებიც ამერიკას ბანანით ძირითადად იამაიკიდან და ჰონდურასიდან ამარაგებდნენ. United Fruit-ის მთავარი ინოვაცია არა მხოლოდ ბანანის გაყიდვა, არამედ მთელი ჯაჭვის, პლანტაციებიდან, რკინიგზიდან, პორტებიდან დაწყებული, მომხმარებლამდე მიტანის კონტროლი იყო. მათ საკუთარი ლა ფრუტერას ხაზის გემებით ფლოტიც კი შექმნეს, რომელსაც Great White Float, იგივე დიდებული თეთრი ფლოტი ერქვა. ამ ფლოტის საშუალებით ბანანი ტროპიკებიდან პირდაპირ ამერიკის აღმოსავლეთ სანაპიროს მაღაზიებში ხვდებოდა. საინტერესოა, რამდენად მასშტაბური იყო ეს ბიზნესი.
უკვე 1910-იან წლებში United Fruit-ი ფლობდა 160,000 ჰექტარზე მეტ მიწას ცენტრალურ ამერიკაში. აგრეთვე კომპანიას კონტროლი ჰქონდა არა მხოლოდ პლანტაციებზე, არამედ კომუნიკაციებზეც. ეს იყო რკინიგზა, ტელეგრაფი, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა. ასევე ბევრ ქვეყანაში ფაქტობრივად შეუძლებელი იყო რაიმე საქმიანობის განხორციელება სწორედ ამ UFC-ს გარეშე. ამასობაში კი ადგილობრივი მთავრობები იმდენად სუსტები იყვნენ, რომ ხშირად თავადაც ხელს უწყობდნენ კომპანიის ინტერესებს. მაგალითად, ჰონდურასში პრეზიდენტები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, ვინ მისცემდა UFC-ს უფრო ხელსაღრელ პირობებს. კომპანიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ფიგურა იყო მაინორ კიტი. ამერიკელი ბიზნესმენი, რომელმაც კოსტა-რიკაში ჯერ რკინიგზის მშენებლობა დაიწყო, შემდეგ კი პლანტაციების გაშენება. ის გახდა United Fruit-ის ერთ-ერთი მთავარი დამფუძნებელი და ფაქტობრივად ბანანის იმპერატორი. ტერმინი ბანანის რესპუბლიკა პირველად სწორედ ამ კონტექსტში გაჩნდა. მას იყენებდნენ ისეთი ქვეყნების აღსანიშნავად, რომელთა პოლიტიკა მთლიანად დამოკიდებული იყო ბანანის ექსპორტზე და რა თქმა უნდა უცხოურ კომპანიებზე. ეს ტერმინი პირველად გამოიყენა ამერიკელმა მწერალმა უილიამ სიდნი პორტერმა. ბევრს ალბათ არაფერს არ გვეუბნება ეს სახელი. იგი უფრო ცნობილია როგორც ო ჰენრი, რომელიც ჰონდურასში ცხოვრობდა და მას თვალწინ ჰქონდა ქვეყანა, სადაც პრეზიდენტის ბედი პირდაპირ United Fruit კომპანიის ინტერესებთან იყო დაკავშირებული. ამ პერიოდში UFC არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური ძალაც გახდა. მაგალითად, 1911 წელს მათ ფინანსური დახმარება გაუწიეს ნიკარაგუის ერთ-ერთ გადატრიალებას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, კერძო კომპანია აკონტროლობდა არა მხოლოდ ვაჭრობას, არამედ სახელმწიფო პოლიტიკასაც. თუ სტატისტიკას შევხედავთ 20-იან წლებში, ამერიკაში მოხმარებული ბანანის დაახლოებით 80% United Fruit-ის ხელში გადიოდა. ამავდროულად ცენტრალური ამერიკის ზოგ ქვეყანაში მათი გავლენა იმდენად დიდი იყო, რომ ადგილობრივები კომპანიას El Pulpoსაც კი უწოდებდა, ესპანურად ოქტოპუსი. იგივე რვაფეხა. ეს სიმბოლური მეტაფორაა, მისი საცეცები თითქმის ყველგან იყო, მიწაში, პოლიტიკაში, ეკონომიკაში. შედეგი მარტივი იყო. ქვეყნები, რომლებიც დამოუკიდებლები იყვნენ, ფაქტობრივად ერთ კერძო კომპანიას ემორჩილებოდნენ. მათ არც ბიუჯეტი ჰქონდა ძლიერი და არც დამოუკიდებელი პოლიტიკა. ამიტომ გახდა ტერმინი ბანანის რესპუბლიკა არა მხოლოდ ლიტერატურული აღწერა, არამედ მთელი ცენტრალური ამერიკის სინონიმი. ამავდროულად მე-20 საუკუნის დასაწყისში ამერიკის შეერთებული შტატები უკვე აღარ იყო მხოლოდ ახალგაზრდა რესპუბლიკა, რომელიც საკუთარ კონტინენტში იზოლირებულად ცხოვრობდა. ეს იყო ქვეყანა, რომელიც აქტიურად აფართოვებდა ეკონომიკურ და სამხედრო გავლენას. ცენტრალური ამერიკა კი მისთვის იდეალური სამიზნე აღმოჩნდა, ახლოს მდებარე სუსტი და რასთავარია სტრატეგიულად მნიშვნელოვანი რეგიონის ნაწილი. ამერიკის პოლიტიკის საფუძველი უკვე მე-19 საუკუნის დასაწყისში ჩამოყალიბდა. მონროის დოქტრინა 1823 წელს ამბობდა: ევროპას არ აქვს უფლება ჩაერიოს ამერიკის კონტინენტის საქმეებში. თავდაპირველად ეს თითქოს დამცავი პრინციპი იყო, მაგრამ მოგვიანებით იგი იქცა ინსტრუმენტად, რომლითაც ვაშინგტონის საკუთარ სამხედრო ჩარევას ამართლებდა. მე-20 საუკუნის დასაწყისში პრეზიდენტმა თეოდორ რუზველტმა ამ დოქტრინას თავისი ინტერპრეტაცია დაუმატა. ეს იყო ეგრეთ წოდებული დიდი ჯოხის პოლიტიკა. Speak softly and carry a big stick. რუზველტის იდეა მარტივი იყო. ამერიკამ შეიძლება მშვიდობიანად ილაპარაკოს, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში სამხედრო ძალა უნდა გამოიყენოს. სწორედ ამით დაიწყო ბანანის ომების ეპოქა. 1900-დან 30-იან წლებამდე ამერიკის საზღვაო ქვეითები თითქმის ყველა ცენტრალურ ამერიკულ ქვეყანაში შედიოდნენ. მაგალითად, ჰონდურასში 10-ზე მეტი სამხედრო ინტერვენცია. ზოგჯერ უბრალოდ მუშათა გაფიცვების შესახშობად. ნიკარაგუაში 1912 წელს ამერიკელები ჩავიდნენ სტაბილურობის უზრუნველსაყოფად და იქ თითქმის 20 წელს დარჩნენ. ჰაიტი და დომინიკის რესპუბლიკა ოფიციალურად ცენტრალურ ამერიკაში არ შედის, მაგრამ იქაც იგივე ლოგიკა მოქმედებდა. ფინანსური და სამხედრო კონტროლი. ამერიკის ოფიციალური მოტივი ხშირად იყო ისეთი ფრაზებიც, როგორიცაა ჩვენთვის ცნობილი დემოკრატიის დაცვა, სტაბილურობის აღდგენა ან ამერიკელი მოქალაქეების უსაფრთხოება. რეალურად კი მთავარი მიზეზი იყო ბიზნესების დაცვა.
განსაკუთრებით United Fruit Company-ს და მსგავსი პატარ-პატარა კომპანიებისა. ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი იყო უილიამ ტაფტის Dollar Diplomacy. ტაფტი, რომელიც რუზველტის შემდეგ გახდა პრეზიდენტი, ამბობდა, რომ ამერიკა რეგიონში გავლენას უნდა ამყარებდეს არა მხოლოდ სამხედრო ძალით, არამედ დოლარებით, ინვესტიციებით, სესხებით, ბიზნესით. მაგრამ როცა დოლარი არ მუშაობდა, მის უკან მაინც დიდი ჯოხი იდგა. ეს იყო საზღვაო ქვეითები. ცენტრალური ამერიკის ქვეყნებს პრაქტიკულად არ ჰქონდათ ძალა წინააღმდეგობის გასაწევად. მათი ეკონომიკა ყიფე იყო, არმიების სუსტი, ხოლო მთავრობები იმდენად დამოკიდებული, რომ ზოგჯერ თვითონაც იზახებდნენ ამერიკელებს, რათა კონკურენტების წინააღმდეგ დახმარებოდნენ. საბოლოოდ კი ამერიკის ჩარევა იქცა ერთგვარ ნორმად. თუ კი რომელიმე ქვეყანაში მუშები გაიფიცებოდნენ, ან მთავრობა კორპორაციების ინტერესებს არ ემსახურებოდა, ვაშინგტონი სასწრაფოდ აგზავნიდა სამხედრო ძალას. ჰონდურასი კი ალბათ ყველაზე კლასიკური მაგალითია იმისა, თუ რატომ დაერქვა ზოგ ქვეყანას ბანანის რესპუბლიკა. მე-20 საუკუნის დასაწყისში ქვეყნის ეკონომიკის დაახლოებით 70% მთლიანად დამოკიდებული იყო ბანანზე. UFC და Standard Fruit Company ფლობდა საკუთარ მიწებს, რკინიგზას და პორტებს. ჰონდურასის პრეზიდენტები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, ვინ მისცემდა კომპანიებს უკეთეს პირობებს. ერთმა პოლიტიკოსმა ხუმრობითაც კი თქვა: ჰონდურას 3 პოლიტიკური პარტია ჰყავს: ლიბერალები, კონსერვატორები და United Fruit Company. კიდევ ერთი საინტერესო ქვეყანა რეგიონში არის კოსტა-რიკა, რომელიც ხშირად აღიქმებოდა ცენტრალურ ამერიკაში როგორც სტაბილურობის კუნძულად. აქ მასობრივი სამხედრო ინტერვენციები ნაკლები იყო, მაგრამ United Fruit-ის გავლენა მაინც უზარმაზარი. კიდევ ერთი ქვეყანა არის კოლუმბია და მიუხედავად იმისა, რომ ის ცენტრალურ ამერიკაში არ შედის, შეუძლებელია არ ვახსენოთ 1928 წლის დეკემბრის მოვლენები, რადგან სწორედ მათ გაამყარეს UFC-ს ბნელი რეპუტაცია. სანტა-მარტაში ბანანის მუშების გაფიცვის დროს ათასობით ადამიანი შეიკრიბა უკეთესი პირობების და ხელფასების მოთხოვნით. კოლუმბიის მთავრობამ, რომელიც უშუალოდ United Fruit-ის ზეწოლის ქვეშ იყო, არმია გამოიყვანა. ოფიციალური ინფორმაციით მოკლული იყო 47 ადამიანი. თუმცა ადგილობრივი ისტორიკოსები ამბობენ, რომ რეალური რიცხვი შეიძლება 1000-მდეც კი ყოფილიყო. ეს შემთხვევა ისტორიაში შევიდა როგორც ბანანის ხოცვა-ჟლეტა. მასზე მოგვიანებით დაწერეს მწერლებმა, მათ შორის გაბრიელ გარსია მარკესმაც, რომელსაც მარტოობის 100 წელიწადში პირდაპირ მინიშნება დატოვა ამ შემთხვევაზე. ბანანის ომების დასრულების შემდეგ ცენტრალური ამერიკა აღარასდროს იყო ისეთი, როგორც ადრე. შეერთებული შტატების ინტერვენციებმა და United Fruit-ის ძლიერმა ხელმა რეგიონში ისეთი კვალი დატოვა, რომ მისი შედეგები დღემდე იგრძნობა აქ. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ეკონომიკური მემკვიდრეობა. ქვეყნები, რომელთა მთლიანი შემოსავალი ელპროდუქტზე იყო დამოკიდებული, ვერასდროს ჩამოყალიბდნენ მრავალხილ ეკონომიკებად. ჰონდურასი მაგალითად წლების განმავლობაში ცნობილიც კი გახდა როგორც ერთფენიანი ქვეყანა. აქ ყველაფერი ბანანზე იყო მიბმული და ეს დაუცველობას ქმნიდა. თუ მოსავალი გაფუჭდებოდა ან სოფლიო ბაზარზე ფასები დაეცემოდა, მთელ ქვეყანას კრიზისი ელოდა. მეორე კი პოლიტიკური შედეგები იყო. როდესაც მთავრობები არ ემსახურებიან საკუთარ მოქალაქეებს, არამედ უცხო კორპორაციებს, მოსახლეობის დობას სახელმწიფოს მიმართ მოამდეც ეცემა. და სწორედ ეს ნიადაგი გახდა ნოყიერი გადატრიალებებისთვის. სამხედრო ხუნტებითა და გრძელვადიანი არასტაბილურობით ჰონდურასი და ნიკარაგუა ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო მაგალითია. იქ ამერიკის ინტერვენციებმა და მარიონეტულმა მთავრობების დამყარებამ საბოლოოდ გააჩინა პარტიზანული მოძრაობები, რომლებიც აწლეულების შემდეგაც აგრძელებდნენ მოღვაწეობასა და ბრძოლას. მესამე და ყველაზე მძიმე შედეგი ალბათ სოციალური დაძაბულობა და მუშათა მოძრაობები იყო. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ ბანანის ომებმა შეერთებულ შტატებს მიანიჭა იმპერიალისტური სახელმწიფოს იმიჯი. და მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელი პოლიტიკოსები ლამაზი სიტყვებით დემოკრატიასა და სტაბილურობაზე საუბრობდნენ, ადგილობრივებმა ყველაფერი სხვაგვარად დაინახეს. მათთვის ამერიკა იყო ქვეყანა, რომელიც ჩარევას მაშინ ახორციელებდა, როდესაც კორპორაციის ინტერესები კითხვის ნიშნის ქვეშ ექცეოდა. დაბოლოს ალბათ ყველაზე ირონიული შედეგიც ის იყო, რომ ერთმა ხელმა შეცვალა მთელი ისტორია.
ბანანი, რომელიც ჩვენთვის ყოველდღიური და უბრალო პროდუქტია, იქცა მიზეზად ომებისა, გადატრიალებებისა და ათასობით ადამიანის დაღუპვისა. ეს ისტორია გვახსენებს, რომ გლობალური პოლიტიკა ხშირად ძალიან პრიმიტიულია და უკავშირდება ხან ნავთობს, ხან ყავას, ხანაც კი ბანანს. ამით ეს ჩანაწერი დასრულდა, მადლობთ მოსმენისთვის, გამოიწერით არხი. არ გაბრძანებოდეთ.